დილა მშვიდობის. აბა ისე დასხედით. ეს როგორ თრინას კენგურუს დადის. პატარა ხულიკი. Тем байтек. გარეთ ისე კარგა გრილა, რაც მახარებს. არსაიდან წვიმა იყო. უცბად და თან კაი. გავისინჯოთ. გუში რო დავწექი, იქამდე მქონდა 120. ოღონდ ვერ გუჩნობდი რა იმას, რომ ზოგადად 10-ით ან მეტი, ან ნაკლები რომ აქვს ხოლმე უცნობ, რაღაცა ვერა თქო ეხლა. ხო და ველოდების სისხლის ანალიზის მოსვლას, რომ ბარემ გადაუკრძალო პასუხები და ისიც, რომ და ბარემ ხა როგორ მექნება წნევა. სავარაუდოდ შემოცმა დამჭირდება ზემოდან გრილი. ისე 130 მაქვს. უფრო ნაკლები. მე გავისინჯო. სადაც 125-ზე უტყავს. დაბლა. დილას 5 საათი, 2 წელი დავყარგე მეთქი გუშინ წიხო გითხარით და გუშინ აღარ გამომიში. დილით 5 საათზე ძალიან დებილი კრუხია, ოღონდ აი იმდენად არ არის, აი კრუხი არ არის რა. ეხლა გალიაში რო ჩაუსვი, უბრალოდ ვინუშნეში იბუდებს. ქვეშ უძრებიან რომ ისე იძინებენ. არა რო გამოუშვი, საერთოდ აი კრუხმა რო იცი რომ უნდა სდიოს და იაპონკა კრუხი მყავის წელსა დაკრუხებულა თეთრი, აი რაღა პიდბული და რაღა ეგ რა, ნუ აი ამ ხელაზე არ გაუშვება წიწილას შორს და ეს არა. დავკარგე მეთქი ხო და დილას წიწილების წივილმა გამოგზავნე, ჩემ ფანჯერს დაბლად გალია. ზუსტად 5 საათზე რაღაცა დიდი კატა, სერი ფერის კატა ცდილობდა რომ გალიიდან წიწილა გამოიყვანა. დავეციბნე და ჩავედი, მეთქი რომელიმე ხო არ დააზიანა, ნახე არაფერი არ იყო, დროულად გავიგე. ეხლა ვფიქრობ რა გავაკეთო, როგორ მოვაშორო ეგ კატა მაგიდან, მაგ ტერიტორიიდან. რას დაბიხარ გიჟივი? პატარა ცხინი მყავ ხალხნო. ტიგრი. პატარა ცხინი. დებილო. ხო და ეხლა წავიდეთ შევამოწმო. ტუპი აუშვაზრი არ აქვს ხალხნო. ერთხელ აუშვი იმის გამო, რომ პროშატკაზე ამოდიოდა 3 უცხო კატა და ჯდებოდა იქ. ტახტზე იძინებდნენ, რომ ძალიან გაფენილი ჰქონდათ ჩემი ეზო უცხო კატებს მოკლედ და აუშვი ტუპი, რომ მაინც ძაღლისუნი დადგება თქო და რაღაცა და დილით გავედი და პროშატკაზის ტახტი. რისთვისაც აუშვი, ერთად იწვნენ. ტუპიც და კატებით.
ბაცაცო რომ მყავდეს აქ კაი ბიჭი იქნებოდა. ხმა გესმი, პატარა ცხი დარბის აქ. დღეს ისე გრილა რომ მართლა ნამუსი შემაწუხებს და ისა დავაუთოვე მართლა. საჭმელიც არ მაქვს გასაკეთებელი, თან ნანი რო აქ არის, მე პრობლემა მომიხსნა, გუგუებო. როგორ დარბის იცით, აგვერდულად კურდობი აწეულ და ტკ. წამოგარეთ გაგიყვანი ჩემულამაზ. აუ ეს დასატანი. ამოვალა. ავასწავლე და მე იმას ვისა. ჩემი სატენი როგორ გაიფინა იოანემ რა. არადა რომ დამიზიანოს და ჩემიც არ დატენოს მე. წამოდი, ფისო. გამოვიტანოთ ჯუმად. ფისო. არადა ხა გავალ თუ არა, ფანჯარასთან დადგება და ტირილს დაიწყე. მოდი დედი, მოდი წავედით გარეთ. გამოდი ბავშვებთან, მოდი. მოდი შემოცხოვრება. მოდი, აი ბავშვები იქ არიან თავის დედასთან ერთად. რაზე ჩამოხველი დინო? ჰა, ნინო. მე რა იქნა, მათივაში რო ნაყინი იყო. ჩემუცელშია. დასწრებაზია ყველა. მე ორი მომიტანე. დაიცა იმას არ უთხრათ რომ მაგის ნაყინი შევჭამეთ, ორე? სამთ მოგატა. ეგე სამი გამოგიო. მერე რა არის გენანება? გამოვიდეს, ბავშვი გამოვარდეს ნახევარდრის ჩავაგდო. ხავე რო იტირებს ხოლმე უნდა მოგიგდო შენ. სად არის ფისო? ბაბო რო ამტრევს კაკალს აქ მოდის ხოლმე. აი კაკალს რო ამტრევს შიგუზის ხოლმე. კი არა და 6. 6. მოგდის. მოგდის. მოუარა. აუ წელს რამდენი ბუზია. რავი, თუ მე მას ხდები არა მე ვკლავ. მე ვფიქრობ, ჯერ ადრიანით. მოდი პრინცი. სად არის? სად არის ჩემი პრინცი? არ არის, მან დაავიღე ხორცი ეგდო და ავიღე, აღარ არის. აი ჟე დაგუნია შინ. ღიპა. არ გიყო ეგ ორი ხინკლის ცომი, მუცელი რო ძლივს დაკაკ. მოდი ჩემი მახინჯი მოვიდა. ამოვიყვანე ბავში. უნდა დავაუთო. აუდო ეჭველი. უშინ უნდა დამევუთოვე. ბინა მარასტუბრები მოვიდრე და ვიღარ დავაუთოვე. თან გამიხარდა. ხოდა. ნუ ერთი პირი დავალაგე გარეთ უკვე ლაშამ გაშკურყა და ისეთი იყო. ეხლა გაშპოყლა დაიწყო იმ კედლის. სანამ საღამოს დავალაგებთ კიდე. მანამდე უნდა დავაუთო, რომ სავარაუდოდ, რადგან დასაუთოებლები ბევრი მაქვს, ამის ჩალაგებასაც ვერ ვიწყებ.
და ჯერ ისამ აქ მოსაშორებელი. ხოთი ხჩიმ პატალა მოვიყანი უნდა დავაძინო, იმიტომ ვიძინება მაგრად და მაგდაბლა ვერ ავტოვებ მარტოკა. თავის ხალათში ჩადურება ხარ და დაიძინებს. რიჟა. დედას ლამაზი რიჟა ვინ არის? ვინ არის ჩემი რიჟა? ბიჭო. ითი ბეწვა. დაწიკეთ მამასთან და დაიძინე მიგინანა. ნანანანანა. ნანანანანა. ვოტუნა. ეხა ჩავთავ თან ფილმს. მძევალი 2. ერთი ანუ ფილმები მეყვარს რა და მაგას ჩავთავ და ისე დავაუთოვებ საათ ნახევარისე გავა რომ ვერ გავიგებ. რადგან საჭმელი არ მაქვს გასაკეთებელი მივხედავ ამ ამბავს. ხულიკო სად მიეთრევი? ოშინგენაცადი მოდიე. მეტრაიბა და ისე დადიჩებს აიდ. ამიტომ ვიღიმებით ახლა დავიწყებთ და ნახოთ რა გამოვა. ხულიკო, რა ხარ? არა, დედია გაუთოსია, შეიძლება მოდიე. არ შეიძლება მაგშნურებთან თამაში, არ შეიძლება, არა. დენი გადის და გამაფშლე კიდე ფეხებს ვერ რომ გადაყოლებავ და რომ გადაცქრებავ. ჩემო დებილო. ვინირა დებილი ახლა. რა უყო დებილს. ეხლა გადავარჩიოთ რომელია დასაუთებელი და რომელი ისე შესადები. ვაიმე ხალხო, ეხარ ვარ გიხათ ისეთი სასიხარულო ამბავი უნდა გითხრათ. ჩემ ვიზუალურობას არ მიაქციოთ ყურადღება რასავგევა. ჩემმა მეგობარმა, ჩემმა აი უძვირფასის პერიოდის ნაცნობმა, ვის ხელშიც გამოვიარე მთელი ბავშვობა და ვინც ჩემთვის ყოველთვის ძვირფასი ადამიანი იქნება, 14 წლიანი ლოდინის შემდეგ შეეძინა პატარა ტიმოთე. 14 წელია გათხოვილია. აი მე ისე გამიხარდა, რომ ვერ აგიხწერთ. ანუ ეგ პოსტი თითქოს შემხვდა. რაღაცეთ არ მივაქცია ყურადღება და ეხა მამიდამ დამირეკა ნახეო და ვაიმე აი დაიჯერეთ ხალხნოს ასწავლების რო არსებობს და ძალიან მალე ვიცი რომ აი ყველა თქვენთაგანთან მოვა ვინც ასეთ რაღაცას ელოდებით. მე როგორ გამიხარდა ღმერთო სულ ასე გახარებული გამყოფოთ. სულ ყველა ძალიან გამიხარდა. ძალიან. მე რა ბედნიერება, ხახლა გააზრებაც რა ფხელა ბედნიერება, აი ვიღაცა სრულად უცხორო იყო. წერო კითხულობდი პოსტს აზერბაიჯანელმა ქალმა თუ რაღაცა, თქვა რომ რაღაცა ქვეყანა თქვეს და გონი თვითონ ქალი იყო აზერბაიჯანელი 40 და რაღაცა წლიანი ლოდინის შემდეგ დედა გახდა 63 თუ 67-სა თვითონ და თან ბუნებრივად იმშვობი არაო. ერთო ძალიან ძნელია ეს ეგეთ რაღაცას რო ელოდები აი და ყოველთვე რო გიწბილდება ძალიან ძნელი და ძალიან საშინელება, მაგრამ იცოდეთ რომ იმედი არ დაკარგოთ. არ არსებობს იმედი არ დაკარგოთ. არ შეიძლება უბრალოდ იმედის დაკარგვა, იმიტომ რომ ყოველთვის ახდება იცოდეთ. ყოველთვის. მე თუ როგორ გამიხარდა? ეგ ეგონება 100-ს გადავდგავ ახლა. რა უჩებულამაზი, წადი რა ითამაში მოშორდი რა ტერიტორიიდან. აი ასე. ტიმოთე, რა მაგარი სახელია? მეხუთეს დავარ. არა, მართლა მაგარი სახელია. ხუმრობა იქით იყოს და მაგარი სახელია. როგორ მიხარი? წავდი ხალაშას გავახარებ.
ესეთ იმებს სუბალეში ყოფს ხობილაშა და წავალი ხა და გავახალებ. რაშას გავახალებ და გავაკეთებ მე ჩემს საქმეს. მოკლედ ახლა მე თაგებში დავეცი. და ნახოთ როგორი გოგო ვიქნები, რამდენად სწრაფად ავალაგებ და ეხლა დავალაგო თან დაუთოების დროს და მე ერთიანად ვივალაგებ. დროებით ხარხნებო